გოდერძის თასი 2025 მთის ტრასების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში სხვადასხვა მედიის 30-მდე წარმომადგენელი ერთმანეთს რეალში შეეჯიბრა. პირველი ადგილი National Geographic-ის ფოტოგრაფმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა დაიკავა. ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიების მიზანი კურორტის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის სტიმულირება. მედია ტურნირში უკვე მეორედ გავიმარჯვე, თუმცა ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. გოდერძიზე შეჯიბრში პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა, შესანიშნავი ტრასა იყო, შესანიშნავი განწყობა და მიხარია რომ დღეს აქ ვარ და პირველი ადგილიც მიმაქვს ჩემს ტელეკომპანიაში. მივიღეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმაც მონაწილეობა. მართალია საპრიზო ადგილები არ დავიკავეთ, თუმცა ეს ჩვენი პირველი ტურნირი იყო ზამთრის სპორტულ სახეობებში, ასე რომ ვფიქრობთ, რომ კარგად გამოვედით, კარგი ადგილები ავიღეთ, ასე ვთქვათ და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები. ეს იყო სამოყვარულო ტურნირი, რომელსაც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მედიის 30-მა დაახლოებით მოყვარულმა სპორტსმენმა. ღონისძიების მიზანი იყო როგორც ზოგადად კურორტის პოპულარიზაცია, ასევე ზოგადად სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია. დღეს ამით ხურავთ ჩვენ ზამთრის სეზონს გოდერძიზე და ზოგადად წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ბევრი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებმა, ისე შიდა ჩემპიონატებს.